მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რას ნიშნავს ინტერრაოს სანქციების პაკეტში შეყვანა, ბატონ პაატა, რა შეგიძლიათ გითხრათ, რა გავლენას იქონიებს ეს იმ შვილობილ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და როგორ აისახება, არ ვიცი, მომხმარებელი როგორ იგრძნობს, მოკლედ ესე ვთქვათ, აი ამ სანქციების შედეგს, არსებობს თუ არა ამის რისკი? კი ბატონო, ანა, მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. გავლენებს რაც შეეხება, კი ბატონო, მე როგორც ინდივიდუალურ კომპანიებზე გავლენებზე მოგახსენებთ, ისე ზოგადად ქვეყანასთან დაკავშირებულზე გეტყვით, ოდნავ მოგვიანებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამას ზეგავლენა ექნება, ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს სანქციების ნაწილში. მათ შორის დაწყებული იგივე შვილობილი კომპანიებიდან დაწყებული გაგრძელებული სხვა კომპანიებით, რომლებიც პირდაპირ მათ შემადგენლობაში შედიან. ჩვენს შემთხვევაში რაც შეეხება, კი ბატონო, თქვენ სწორად ახსენეთ დასაწყისში, ეს არის თელასი და თემლიკო, ასევე ხრამი 1 და ხრამი 2. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება. ალბათ პირველი რაც ყველაზე დისკომფორტის გამოწვევი იქნება ამ ნაწილში, ეს იქნება საბანკო მომსახურების ნაწილი, იმდენად რამდენადაც შვილობილ სანქციები შვილობილ კომპანიებზეც ვრცელდება ხოლმე. აი ამის მაგალითად ძალიან კარგი მაგალითი იყო ლუკოილის შემთხვევაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ როდესაც ლუკოილის ცენტრალური ოფისი დასანქცირდა, ის შვილობილ კომპანიებზეც გავრცელდა და იგივე ჩვენს მაგალითზე რომ ავიღოთ ახლა თვალსაჩინოებისთვის, ძალიან მალე ვნახეთ, რომ ეს გადაეცა საბანკო სისტემასაც და ქართულმა ოპერატორებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში მათ საბანკო მომსახურება შეუჩერეს და მხოლოდ ქეშით იყო ანგარიშწორება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი. სამწუხაროდ ამ ნაწილში კიდევ უფრო რთულად იქნება საქმე თელასისა და ასე ვთქვათ, თელმიკოს შემთხვევაში იმდენად რამდენადაც ახლა საბანკო სერვისების გარეშე პრაქტიკულად მათი ფუნქციონირება იქნება შეუძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცა ფორმალური საშუალებები არსებობს, უფრო ვიტყოდი, ფიქტიური საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ შემდგომში ეს ყველაფერი მოხდეს გარკვეულწილად სხვა კომპანიებზე გადაფორმება, რომლებიც არ შედიან ყოველ შემთხვევაში და არ ელიან სანქცირებას და გარკვეული, ასე ვთქვათ, აი ამ ტექნიკური და ფორმალური საშუალებებით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული ტექნიკურად ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, დისკომფორტი და პრობლემები ამ ნაწილში აუცილებლად იქნება. კი ბატონო, რას გულისხმობთ, ესე ვთქვათ, არ ვიცი, აი თავიდან აცილების რა გზები შეიძლება არსებობდეს და კი ბატონო, აი მაგალითად მე მახსენდება აი ბორჯომის მაგალითი, ხო, როდესაც ბორჯომს შეეხო ეს ყველაფერი მოხდა წილის გასხვისება. ანუ თუ მაგალითად ახლა მოხდება აი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტზე ნაკლები წილის შემცირება 51%-ზე ნაკლებით თუ შეამცირებენ ისინი თავიანთ წილს, ხო, შესაძლებელია მოხდეს ამისი ფიქტიურად სხვა კომპანიაზე გადაფორმება და გარკვეულწილად აი ამ გზით შესაძლებელია ისინი სანქციებს ამ ნაწილში აცდნენ. ამისი პრაქტიკა გვაქვს, არსებობს სანქციების ნაწილში და მაღალი ალბათობით ანალოგიურად მოხდება. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად გარკვეულწილად ამ ყველაფერს ტექნიკურ ნაწილში ამას ექნება შედეგი იგივე სანქციებიდან თავის არიდების თვალსაზრისით, მაგრამ მეორე საკითხი ახლა რეპუტაციული ზიანი და რეპუტაციულ ნაწილში ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, განგრძობად პერიოდში ზეგავლენა ექნება. კი ბატონო, რა ტიპის რეალურად პრობლემები და ესე ვთქვათ დამოკიდებულებები გვაჩვენა ასევე ამ გადაწყვეტილებამ? მე გულისხმობ იმას, რომ ესე ვთქვათ, ფაქტობრივად სრულად ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგოსისტემაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა სიტყვით ამ ნაწილში? კი ბატონო, ზოგადად რუსეთზე დამოკიდებულების ნაწილში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვნად მოწყვლადები ვართ, თუ დავაკვირდებით რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, არამედ ზოგადად მთლიან ეკონომიკურ ნაწილში. ახლა თქვენ რო ჩახედოთ, ხო, მთლიანად ეკონომიკურ ურთიერთობებს სამწუხაროდ ძალიან არის ის ყველაფერი გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკაზე, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია და არა მხოლოდ სანქციების ნაწილში. იმდენად რამდენადაც ახლა მე ხშირად მიწევს ამაზე საუბარი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსეთი სულ რომ არა სანქციები, იმდენად არასტაბილური სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია, რომ მას შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ნებისმიერ ქვეყანას, ვისაც
რუსეთზე, ასე ვთქვათ, ექნება გასწორებული, ასე ვთქვათ, თავისი ორბიტალი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში არის ძალიან საზიანო. ამ ნაწილში ძალიან სამწუხარო ტენდენცია, იგივე ენერგომატარებლების ნაწილში, ახლა ჩვენ მაგალითად აი გაზის ტრანსპორტირებას შევხედავთ, ხო, იგივე ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას შევხედავთ, იმპორტზე მაქვს მე საუბარი ამ ნაწილში, მნიშვნელოვნად იზრდება წლიდან წლამდე რუსეთის წილი, ხო, რაც რა თქმა უნდა უდიდესი საფრთხის შემცველი არის გრძელვადიან პერსპექტივაში და ამისი მაგალითები სამწუხაროდ ჩვენ თავზე ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. რა ტიპის ალტერნატივები აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს პაატა, რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე? ვისით შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთზე დამოკიდებულება, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე რაღაცა ელექტროენერგიის კუთხითაც? კი ბატონო, ელექტროენერგიის კუთხით ზოგადად თუ საუბრობთ ელექტროენერგიის კუთხით, თუ ქვეყანაში პირველ რიგში არ გაიზარდა გენერაციის ობიექტები, ხო, მათ შორის ჰიდროგენერაციის ობიექტები და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგა და ძალიან კარგი პროექტები არსებობდა სხვათა შორის ამ ნაწილში, რომელიც ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის სხვათა შორის რუსული ინტერესების გათვალისწინებითაც სამწუხაროდ გაჩერდა. თუ არ გადაიდგა ეს ნაბიჯები, თუ ეს პროექტები არ გადაიდგა, ჩანაცვლება და მხოლოდ იმპორტ დამოკიდებულება სამწუხაროდ ამ ნაწილში გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა რუსეთზე უფრო მეტად სტაბილურია და თუ მაინც იმპორტზე ვსაუბრობთ, ამ ნაწილში შეგვიძლია უფრო სტაბილურ პარტნიორებზე საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ელექტროენერგიის იმპორტზეა საუბარი, მხოლოდ ასე ვთქვათ, იმპორტით ჩანაცვლება ეს სამწუხაროდ ვერ იქნება რაღაცა ნუგეშის მომცემი, აუცილებელია ადგილობრივი გენერაციის, ჰიდროგენერაციის ობიექტების ამუშავება და ამ ნაწილში ნაბიჯის გადადგმა. იმდენად, რამდენადაც ახლა ჩვენ თუ შევხედავთ დაახლოებით ჩვენი ჰიდრორესურსების დაახლოებით 10-დან 15%-მდეა ქვეყანაში ათვისებული, ხო? მაშინ როდესაც აი ახლა სკანდინავიის, ნორვეგიის მაგალითს რო შეხედოთ, დაახლოებით 85%-ზე მეტი აქვს ათვისებული თავიანთი ჰიდრორესურსების, ხო? ხო წარმოგიდგენიათ ახლა რა მასშტაბებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, თუ ამ ნაწილში ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, ჩვენ ყოველთვის მოსყვალდი ვიქნებით ენერგომატარებლების მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილში, ზოგადად ასევე მკითხეთ თქვენ ეკონომიკურ ნაწილში დამიჯერეთ ანა რომ ნებისმიერი პარტნიორი რუსეთზე უფრო მეტად სტაბილურია და ეკონომიკურ ნაწილში ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან და ზოგადად ევროკავშირთან თანამშრომლობა ბევრად უფრო მომგებიანია, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე განგრძობა და საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი წლის წინ გასცა მსოფლიომ ამას პასუხი დასავლურ ბაზრებზე ჯობია ვაჭრობა თუ რუსეთთან ჯობია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება ან შენარჩუნება. მე არ ვამბობ, რომ მაგალითად შეიძლება ყველა ურთიერთობა გავწყვიტოთ და ხშირად ვიმეორებ ამას, შესაძლებელია რაღაცა ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა შეინარჩუნო ამ ქვეყანასთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა უნდა იყოს იმდენად მინიმიზირებული, უნდა იყოს იმდენად დივერსიფიცირებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი ჩანაცვლება იმდენად, რამდენადაც ამ ქვეყანამ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ეკონომიკური ზიანი არ მიაყენოს ამა თუ იმ ქვეყანას, მით უმეტეს ისეთი პატარა ეკონომიკის ქვეყანას, როგორც ჩვენ ვართ ანა. კი ბატონო, და ისევ სანქციების ნაწილს მინდა რომ დავუბრუნდებ. აი სანქციების 21 პაკეტში მოხვდა ასევე ყულევის ქარხნის თემას და ამასაც მინდა რომ შევეხოთ. რას ნიშნავს ეს? მე ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინე, სადაც იყო ვარაუდი, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ყურადღების ცენტრში მოექცეს რაღაცა ყულევის ქარხნის შემდეგ ბათუმის პორტიცო. თქვენ რა რისკებს ხედავთ რეალურად ამ გადაწყვეტილებაში და როგორ აისახება ყველაზე მთავარი, როგორ აისახება ეს ქვეყანაზე? კი ბატონო, ანა, მე ამას ვწოდებ გამაფრთხილებელ სანქციებს პირველ რიგში და სხვათა შორის არ მგონია, რომ ეს მოულოდნელი ყოფილიყო ვინმესთვის, მათ შორის თავად ყულევის ქარხნის ადმინისტრაციისთვისაც, იმიტომ რომ ვინც მაგალითად თვალყურს ადევნებდა ბოლო პერიოდში, როგორც მათ განცხადებებს, ისე ამ საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებს, იქ იყო განცხადებები, რომლის მიხედვითაც თავად ამ ქარხნის ადმინისტრაციაც მაღალი ალბათობით ამ რისკებს გრძნობდა და იქ იყო ძალიან
ბევრი განცხადება გაკეთებული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად უნდა ჩანაცვლებულიყო და სრულად უარს იტყოდნენ რუსული ნედლეულის გადამუშავებაზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში გარკვეულ რისკებს თავად ამ ქარხნის ადმინისტრაცია და მენეჯმენტიც ხედავდა და ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს რაც 21 პაკეტში კულევის ქარხანასთან დაკავშირებით იქნა გაცხადებული და გადადგმული, ეს არის გამაფრთხილებელი სანქციები და თუ ისინი იმ ზომებს გაატარებენ, თუ ისინი იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, რომელიც არის ამ პაკეტში გაწერილი, გარკვეულწილად ეს სანქციები რომელიც არის გაფრთხილება, დარჩება გაფრთხილება და ისინი არ ამოქმედდება. რაც შეეხება ასევე თქვენ მკითხეთ რეპუტაციულად, სამწუხაროდ რეპუტაციულად ამას უფრო დიდი ზიანი აქვს, ვიდრე მაგალითად ტექნიკურად, რომელიც როგორც ვახსენე, ჯერჯერობით მხოლოდ გაფრთხილებაა. რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი დარტყმა ქვეყნისთვის და როდესაც ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ჩვენ გქონდა სანქცირებული გემების შესვლა, იქ გქონდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ამ ქარხანასთან, ამ ქარხნის ოპერირებასთან დაკავშირებით და მით უმეტეს ამას უკვე ემატება სანქციების პაკეტის 21 ნაწილში მოხვედრა და ესეთი გამაფრთხილებელი განცხადება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნისათვის და ქვეყნის ეკონომიკური იმიჯისათვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა და სამწუხაროდ ამას ვერაფერი ვერ დაუპირისპირეთ. კი ბატონო, რაც შეეხება ბათუმის პორტის, ესე ვთქვათ, რისკებს ამ ნაწილში რა შეგიძლია თქვით არის? ბათუმის პორტთან დაკავშირებით, კი ბატონო, ანა, ბათუმის პორტთან დაკავშირებით თითქმის ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საეჭვო ოპერაცია დაფიქსირდა. მე მხედველობაში მაქვს ბოლო პერიოდი, აი ბოლო 2 წლის პერიოდი მაქვს მხედველობაში, როგორც საეჭვო გემებთან დაკავშირებით და საეჭვო გემების შესვლასთან დაკავშირებით, ისე საეჭვო ნედლეულის შესვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე ძალიან საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ესე ვთქვათ, კადრები და ფაქტები, სადაც მიუთითებდნენ ძალიან ბევრი კვალიფიციური მკვლევარი იმასთან დაკავშირებით, რომ იყო სანქცირებულ ტვირთებზე საუბარი და ბათუმის პორტი ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, ფიგურირებდა, ამას ვერავინ ვერ გაიქცევა და რა თქმა უნდა, რისკები ამ ნაწილში არსებობს და ასე ვთქვათ, უადგილო და რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნამდვილად არ არის აი ბოლო პერიოდში ბათუმის პორტის მოხვედრაც აი ამ კონტექსტში და აი ამ საკითხის განხილვის დროს. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში ამისი საფუძველი არსებობს და ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეპუტაციულ ზიანზე ქვეყნისთვის ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს აი ამ კომპონენტის შემადგენელია და აი ამ რეპუტაციულ ზიანს გარკვეულწილად კიდევ უფრო ამწაფებს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.